მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ეს არის მე ვფიქრობ მართლაც არნახული სიმაღლის და კალიბრის განაცხადი, ეს არის პოლიტიკური განაცხადი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, რაც გააჩნია ევროპულ კავშირს და ეს არის ღია მოწოდება აღმასრულებელი შტოსადმი ევროპული კავშირის იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ამ აღმასრულებელი შტოს პოლიტიკა შემდგომში საქართველოსთან მიმართებით. შესაბამისად, ეს არის მართლა ბოლო წვეთი და ბოლო ზღვარი იმ გაფრთხილების მასშტაბისა და იმ ტიპისა, რაც გააჩნია ევროპულ კავშირს, ხო, ევროპულ პარლამენტს, უფრო კონკრეტულად და ამაზე მეტი და ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია პარლამენტმა საპარლამენტო დონეზე თქვას და ამას უფრო ცხადად ვეღარ იტყვის, რომ პირველი სამწუხაროდ საქართველოს კანდიდატობა არის მხოლოდ როგორც უკვე ითქვა, რაღაცა ფარღალალა, ფიქციური, ასე ვთქვათ, იმიტაცია, ხო, რაღაც ქაღალდი არის. იმიტომ არანაირ ღირებულებაც ის აღარ ატარებს, ხო? თავისი არც ქართულ ოცნებას უყვართ თქვა, ჩალის ფასი აქვს ამ კანდიდატის. ხო, აი როგორც მართლაც ნამდვილად იდეალური შენიშვნა, როგორც მათ უყვართ ხოლმე ჩალის ფასი იმის, ჩალის ფასი თავად მიანიჭეს იმას, რაც უნდა ყოფილიყო ჩვენ საზოგადოებასო ესწოდეს მილიარდობით ინვესტიციის წყარო, ხო? კანდიდატობა არის ჭურჭელი, ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რაღაც სხვას, რაღაც მეტს მიაღწიო და შენი ერი წასიო წინ და საერთოდ საგარეო პოლიტიკა, მე მიყვარს ამის ხშირად აღნიშნა, იზომება მისი ეფექტებით ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, სადაც სხვაგან კი არ ხდება. აქ უნდა იზომებოდეს, ხო? რეალურად ადამიანი უნდა გზობდეს საკუთარ თავზე კარგი საგარეო პოლიტიკის შედეგებს. უნდა გზობდეს, რომ მეტი ხელფასი აქვს, მეტი ინვესტიცია შემოდის, მეტი სამუშაო ადგილი იქნება, მეტი დინამიკა არის და დღეს ჩვენ რას გზობთ, რომ გვეწოდება კანდიდატი და თურქეთს ასე ქვია, მრავალი წელი აწლეულებია კანდიდატია, მაგრამ მას ეს არ დატყობია ეკონომიკური და სოციალური კუთხით, არა ევროპიდან და ჩვენს გვაქვს რაღაც ეს სახელი, რომელიც რჩება სახელად. მაშინ, როდესაც გავიხედოთ ზღვის გადაღება მოლდოვაში, ხო? კლასიკური მაგალითია, მოლდოვა მიიღო მილიარდების დაფინანსება, მილიარდობით დაფინანსება რისთვის, რომ განვითარებულიყო, რომ მოლდოველები უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრობდნენ, რომ უკეთესი ეკონომიკა ჰქონდეთ, უკეთესი საჯარო სისტემა ჰქონდეთ, უკეთესი სახელმწიფო გააჩნდეთ. იქ არც ომია, აი ქოცების თეზა მთლიანად იმსხვრევა, როგორც კი მოლდოვას შევხედავთ, იმიტომ მოლდოვაში არის ოკუპაციაც, რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან ქვეყნის შუაში და რაც უარესია უკრაინის სასაზღვრო ტერიტორიაც არის. ვინმე ვნახა ომი მოლდოვაში? ვინმე ვნახა რაიმე ტიპის ქაოსი? პირიქით ვნახეთ რა, რომ რუსულმა სპეცოპერაციამ, რაც საარჩევნოდ იგეგმებოდა პრეზიდენტობის საპრეზიდენტო არჩევნებზე, განიცადა კრახი. რუსეთი დამარცხდა ყველგან მოლდოვაში, რუმინეთში, უნგრეთში, სომხეთში. რუსეთი აბსოლუტურად ყველგან აგებს ფართო რეგიონში და იგებს მხოლოდ საქართველოში ქოცური რეჟიმის სახით და მხოლოდ საქართველოში ხდება ის, რომ აი რუსული დოქტრინა ახლო საზღვარგარეთის, ხო, როგორც მათ უყვართ თქმა მათ საგარეო ენაზე, მარტო აქ მუშაობს, მარტო აქ ხდება და შედეგი რა არის? დაუბრუნდეთ ჩვენ რეალობას, ხო? ერევანმა გვაჯობა აბსოლუტურად ყველა პარამეტრით, იქ ჩადიან ამერიკელი ლიდერები, იქ ჩადიან ევროპელი ლიდერები, იქ ხდება ამბავი, აქ ვინ ჩამოდის? გავრილოვი, პოზნერი, ვუჩიჩი, მსგავსი ადამიანები, ხო? აი ღმერთს არ უქნია, ხო? არავის არ უნდა რომ მიიღოს, ხო, შიტკო კი ბატონო, ხო? მთლად პუტინის მრჩევლები, პუტინის კულტურის ატაშე და მსგავსი. ანუ ისეთი ხალხი, რომელიც ან არიან ღია მტრები ჩვენი ეროვნული ინტერესის, ან უბრალოდ არავის არაფრად არ ადარდებს. ხო, ვუჩიჩი ჩამოვა თუ არა, საერთოდ არაფერს არ ცვლის და არ შეცვლის, გარდა უარესისკენ შეცვლისა ქართველი ადამიანისთვის. და ვუჩიჩი არ არის კარგი პოლიტიკური ლიდერი, ის არ არის ნორმალური ღირებულებების მქონე ადამიანი. და ჩინეთს გვიცხადებენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, ამავე დროს ამერიკასთან აქვთ მომსპარი ურთიერთობები, ევროპულ კავშირთან აქვთ ის ვითარება, რაც აქვთ და ყოველდღიურად მთელ ძალისხმევას ახმარენ იმას, რომ დაეცხან თავს ამ ევროპულ კავშირს და იმ ყველა ცივილიზაციურ მონოპოვარს და კონსტიტუციურ ჩანაწერს, რაც ჩვენ როგორც ერს გაგვაჩნია, უბრალოდ ხელაღებით სპობენ. გრიგოლ, ნახეთ, ქართული ოცნება ითხოვს დიალოგს ევროკავშირთან. ანუ ლუქსემბურგს თხოვს ახლა, რომ შუამავლის როლი შეასრულონ, რომ დაждდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირთან. მაგრამ ამავე დროს ამბობენ, რომ დათმობების დასვლას არ აპირებენ. ეს ორი განცხადება ერთმანეთთან არის შეუსაბამო, იმიტომ რომ თუ გინდა მოლაპარაკების დაწყება, ძალიან კარგად იცი, რაზე უნდა ელაპარაკო ევროკავშირს და რა არის ის მოთხოვნები, რაც უნდა შეასრულო. და ამავე დროს როცა ამბობ, რომ არ ვაპირებ არაფრის დათმობას, ეს არის განცხადებების შიდა მოხმარებისთვის, ანუ საკუთარი ამომრჩეველი რომ გაამხრეონ ისე, რომ ჩვენ ისევ ძლიერად ვდგავართ ფეხზე
თუ რეალურად ეს ლუქსემბურგის შუამავლობაც არის ერთგვარი რაღაცა თამაში, რომ აი თითქოს ჩვენ დიალოგი გვინდა, მაგრამ ისინი არ გვთანხმდებიან. რასთან აქვს საქმე? რა თამაში არის ქართული ოცნების ეს? დიახ, მე ვფიქრობ რეჟიმი არის დაბნეული, აი ამას მიეწერება ის, რომ გუშინ დილით პარლამენტის ეგრეთ წოდებულმა სპიკერმა პრაქტიკულად ისეთი განაცხადი გააკეთა, რომ ჩვენ შევაფასეთ ეს როგორც შემზადება ევროკავშირში გაწევრების სურვილის საერთოდ მოხსნისა და მოსპობისა, ანუ განაცხადის ფორმალურად გამოტანის სამზადისი, ეს არის ერთადერთი აღქმა იმ განცხადებასაც მან გააკეთა და საღამოსკენ ნახეთ, რომ იმავე პარლამენტის, იმავე პოლიტიკური გუნდის საგარეო საქმეთა კომიტეტის ეგრეთ წოდებულმა თავმჯდომარემ გააკეთა საპირისპირო განცხადება, რომ აი ვარ ლუქსემბურგში და მუშაობ იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებებს, რაც ნორმალურ ქვეყანაში საგარეო საქმეთა კომიტეტი არის, ის ვინც მართლა ასეთ რაღაცებს აკეთებს. მაგრამ საგარეო საქმეთა კომიტეტი არის გაუქმებული ამ ქვეყანაში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და მეორე ბატონიც იგრძანდებოდა, ხო? არ ვიცი საერთოდ რაში უხდით ხელფას, ხო? ევროპასთან გააჩერეს ინტეგრაცია, მაგრამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი გვაქვს, ხო? რომელიც თავმჯდომარესაც 15 თუ 16,000 ლარს ვაძლევთ, ხო? ადამიანს რომელსაც წიგნები ჰქონდა დაწერილი ევროპაზე ერთ დროს და აი ხლა არის აი რუსულ ოპერაციაში ჩართული. აი ეს ორი ადამიანი აკეთებს სპიკერის საწინააღმდეგო განცხადებას. დღეს გამოდის მესამე, თუ გინდ ტაკი მასხარა, მაგრამ მაინც მათი გუნდის წევრი და ამბობს, რომ არაფერი შეცვალს არაპირებენ. ანუ პირველი, ისინი არიან დაბნეული, ისინი ცდილობდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და მე მithქვამს, საჯაროდაც გარკვეული ტიპის სტაბილიზაციის მიღწევას, გარკვეულ ნორმალიზებას, მაგრამ საქმე არის იმაში, ისინი ცდილობდნენ ამას ქოცურ ფასად. ანუ უმოქმედობის პირობებში და ყოველგვარი დადებითი დინამიკის ჩვენების გარეშე. მათ უნდათ რომ ქოცური პირობებით მიიღოთ გარკვეული ნორმალიზება. მაგრამ იმასაც ხვდებიან რომ ამ პირობებით წინ ვერ წავლენ, არავინ არ მიიღებს ამ პირობას. ევროკავშირმა ეს ღიად უთხრა რომ ეს წითელი ხაზებია, რომელიც გადაკვეთილსაც არავის არ აპატიებენ, მათ შორის ქართულ ოცნებას, მაშინ რას ემსახურება აი ეს გზავნილები, ეს ფუჭი გასროლები ქართული ოცნების მხრიდან? კი, პირველში დაგეთანხმებით იგივე გააკეთა ამერიკამაც, ძალიან კონკრეტული პირობები მიაწოდა, რომელიც როგორც ვახეთ არ არის ივანიშვილისთვის და რეჟიმისთვის სრულად კომფორტული და მისაღები და ჩვენ ნახეთ რა მოყვა ამერიკელების ბოლო ვიზიტს. პრაქტიკულად სრული დაბრუნება ისევ ნოლზე სასტარტო წერტილში, იმიტომ რომ რეჟიმმა განაცხადა, რომ არანაირი ინტერესი არ გააჩნია რუბიოსგან მიიღოს გაკვეთილები, აი ესეთი უკმეხი უდიერი ტონით უპასუხა სახელმწიფო მდივანს და ახლა ვხედავთ ძალიან მსგავს რაღაცას ბოლო პერიოდში ევროპასთან მიმართებით, მაგრამ ისინი კარგად იაზრებენ, აი შიში რაც აქვს მათ ამომრჩეველს და ბიძინა ივანიშვილს რეალურ სანქციებთან დაკავშირებით ევროპიდან უფრო მეტად ისმის რომ მოდის და დღევანდელი დღე არის ამის გამოხატულება ის შინაგანი განცდა კრიზისის რაც აქვს მათ ამომრჩეველს და ის შიმშილი ლეგიტიმაციის რაც გააჩნიათ თელს რეჟიმს ყველა მათ წევრს მათ ამომრჩეველს მათ როგორ ვთქვათ გარემოცვას აი ეს ყველაფერი თავს იყრის იმაში რომ ისინი ცდილობენ გარკვეული ტიპის პროცესის შექმნან, თუ გინდა ესეთი ფუჭი, რომელშიც ვითომ მზად არიან გარკვეული დათბობების სახით. თუ მზად არიან, ამას ვნახავთ და მე დღესაც განვაცხადე კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ შეიწყალებენ პოლიტპატიმრებს, თუ აი ამ დრაკონულ კანონებს გაიწვევენ უკან, თუ გადაიდგება ნაბიჯები დიალოგისკენ მაინც ახალ არჩევთან დაკავშირებით, ეს იქნება დადებითი გზავნილი და ეს იქნება კარგი ამ ქვეყნისთვის და ჩვენ შევახსენებ საზოგადოებას დაახლოებით 2 თვის წინ გავაკეთეთ მსგავსი ტიპის განაცხადი. ჩვენი რაღაცა დოქტრინალური ხედვა, ხო თუ როგორ რა გვესახება, როგორც გამოსავალი ამ კრიზისიდან და თქვით ზუსტად ეს, რომ უნდა გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები, უნდა მოხდეს ამ დრაკონული კანონების გაწვევა და შედეგად უნდა შევძლოთ და გარკვეული ტიპის ერთიან ეროვნულ დიალოგს შევუწყოთ ხელი ახალ არჩევთან დაკავშირებით. ამის გარეშე არანაირი ნორმალიზება არ იქნება და რაც ყოველთვის ვთქვი, მე ქოცების ბედი საერთოდ არ მაინტერესებს, პირიქით, რაც უფრო მალე დამთავრდებიან სრული კრახით, თუმცა მშვიდობიანად მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის და ყველა ქართველისთვის, მაგრამ ეს კრიზისი აზრალებს ჩვენს სახელმწიფოს, ანუ ყველა ჩვენგანს და შესაბამისად ჩვენ ლელო ძლიერ საქართველოში გვინდა რომ რაც ჩვენ მალე ვნახოთ ამ კრიზისის დასასრული და შევძლოთ რომ ისეთი ტიპის პოლიტიკა ხდებოდეს ქვეყანაში, რაც ემსახურება მართლა ფასების დაწევას, მართლა ეკონომიკის გაუმჯობესებას, 232,000 ბავშვი რო არის სოციალურად დაუცველი, ხო? და ყოველი მესამე და ყოველი 4 ბავშვი შიმშილობს. ყოველი მეორე ადამიანი გასვლას ფიქრობს ამ ქვეყნიდან. ეს არის კატასტროფა, რაც ჩვენ დავსხდება. ამას უკვე სიტყვაც ვეღარ აღწევს, ხო? დემოგრაფიული კრიზისის მასშტაბი არის კატასტროფული. ხო, შობადობა არის მინუსში, საბაგით გადინება არის პლუსში. ანუ ამის შედეგად, აი ამ ყველაფრის ჯამურ შედეგად ჩვენ მივიღებთ რას? დაცლილ, გაუბედურებულ, უპერსპექტივო საქართველოს და 10-15 წელში საკმარისი ადამიანი აღარ ვიქნებით ამ ქვეყანაში, რომ მუშახელად ვემსახუროთ ეკონომიკურ სისტემას.
იმ რეზოლუციაში, რომელიც დღეს დაამტკიცა სტრასბურგმა, არის ჩანაწერი ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც, სადაც პირდაპირ წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის გაუქმებას დაკავშირებით, მთელი პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ქართულ ოცნებას. ძალიან კაფიოდ არის ეს ჩანაწერი. მე ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ბოლო რეზოლუცია ალბათ, რომელიც მიიღო სტრასბურგმა, ვიდრე საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა დაიწყება ბრუსელში, მანამდე ევროკომისიამ ანგარიში უნდა მოამზადოს და ამ ანგარიშის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. როგორია თქვენი ვარაუდი? საფრთხე რეალურია, გასაგებია, ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას, მაგრამ წავა ევროკავშირი ისეთ რადიკალურ ზომაზე, რომ საქართველოს შეუწყვიტოს უვიზო მიმოსვლა. სამწუხაროდ წავა და რეჟიმი იქნება ამაში დამნაშავე. წავა, იმიტომ ევროპა ჩვენ ნახეთ, აი ფართო დინამიკასაც შევხედოთ, ხო წამით, ნახეთ რა, რომ ეხა სულ უფრო მეტად საქართველოს გარეშეც, სულ უფრო მეტად ბრიუსელში არის საუბარი რაზე? იმაზე, რომ ახალი წევრების მიღება, ახალი ტიპის ევროინტეგრაციით უნდა მოხდეს. ეს რას ნიშნავს? აი რასაც პაპუაშვილი დაესხა თავს, ხო? მარტა კოსმა თქვა ძალიან მარტივად, რომ გაფართოება კი უნდა მოხდეს, გაფართოების კომისარია თვითონ, სხვა თუ არაფერი, მაგრამ გაფართოება უნდა მოხდეს სწორად, ისე რომ ევროპული კავშირის მთლიანობას, მედეგობას და ეფექტურობას არ შეექმნას რისკები და გამოწვევები. ხა ვის უნდა რომ ოჯახში მიიღოს ისეთი სტუმარი მაგალითად ან მით უმეტეს რაღაცა ახლობელი, რომელიც რჩება დიდხანს, ხო, რომელიც ეშინია რომ ყველაფერს დაარღვევს, დაანგრევს, მოსპობს, ცეცხლს წაუკეთებს, ძალიან მარტივია, ხო? შენ თუ ამ კლუბში მიგიღეს, უნგრეთის მაგალითია, უნგრეთის მაგალითია, სლოვაკეთის მაგალითია, ჩეხეთის მაგალითია, არაერთი ავსტრიის მაგალითია მომენტებში, არაერთი მაგალითია, ხო, ემპირიული პრაქტიკის დონეზე, რაც აი ბოლო წლებში მოხდა, ხო, ბოლო 10-15 წელს, რომელიც ევროკავშირს აფიქრებს, რომ კი, მე მინდა გაფართოება და სწორი პარტნიორების და მეგობრების და ცივილიზაციურად სწორი მხარეების მიღება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სწორ ფასად. იმიტომ მე ეს ხალხი შემოუშვა უპირობოდ, გქონდეთ ყველა ის პრივილეგია, რასაც გაძლევს ამ კავშირის წევრობა, მაგრამ არ აჩვენონ პასუხისმგებლობა, ეს მე არ მინდა. და ვინმე ამტყუნებს ევროკავშირს, ეს რაღაც საქველმოქმედო ფონდი კი არ არის, ეს არის პოლიტიკური პროექტი და ცივილიზაციური პროექტი. შენ თუ გინდა ამის ნაწილი იყო რეალურად და არსებითად, აი თვისებრივად, შენ მაშინ უნდა დაიცვა რაღაც წესები და ახლა ვინც დაიცავს, იმავე მარტაკოსმა თქვა, ხო ეს? მას არ ექნება არანაირი პრობლემა და ვინც არ დაიცავს, მას ექნება პრობლემა და ამ პრივილეგიასაც თვითონ არ ექნება და აი უვიზოც უნდა დავინახოთ, აქ მოვიდოდი ამ ფორმატში. აი ამიტომ ვფიქრობ ევროკავშირი გადადგამს ნაბიჯებს, იმიტომ რომ იქ არის უკვე ეს პოლემიკა, რომ ყველასთვის ყველაფერი აღარ იქნება ესე ლანგარზე მირთმეული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცუდი მაგალითი ნახეს და ქართული ოცნების რეჟიმი ამის გამოხატულება არ არის, ასევე კანდიდატობა მიენიჭა სახელმწიფოს მათი ლიდერობის დროს და პირველივე თვეში რა გააკეთეს? რუსული კანონი იყო პასუხი, ხო? წარმოიდგინეთ. არა ის, რომ პირიქით გამოიყენებინათ კანდიდატობა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესი წინ წასულიყო, ჩვენი ეკონომიკა გაზრდილიყო, მეტი გვევაჭრა ევროკავშირთან. 2016-2022 წლებში მაგალითად განახევრდა ვაჭრობა ევროპულ კავშირთან. განახევრდა. ნაცვლად იმისა, რომ გაორმაგებულიყო. მაგრამ გაორმაგდა საათ რუსეთთან და დსთ-თან იმავე 6 წლის განმავლობაში. აი ამაზე მკაფიოდ რა აჩვენებს იმას თუ რა არის ამ რეჟიმის რეალური ხასიათი. და აი ამ ტიპის დარტყმების შემდეგ რაც საკუთარ თავს და რაც ვერსია ჩვენ ყველას მოგვაყენა ამ რეჟიმმა, ხო? და ამიტომ მე მათ რაღაცა ავტოიმუნურ დარღვევას უწოდებ, ხო? ეს საკუთარ თავს სპობს. აი ამ რეჟიმში არის გადასული, ხო? ქართული ოცნების რეჟიმი. მაგრამ ამის შედეგად ჩვენ კარგავთ სახელმწიფოებრიობას. აი ეს არის აქ მთელი ტრაგედია, ხო? ეხლა ასეთ ვითარებაში უპირობოდ აღარაფერი აღარ იქნება. უფასოდ, მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი ხალხი ამას იმსახურებს, სამწუხაროდ არაფერი, იმიტომ ჩვენ უკვე ამოგვაწურინეს ჩვენი თავი. ქართველი ხალხის დამსახურების გამოა, რომ საერთოდ კიდევ ისიც გვაქვს, რაც გვაქვს. მაგრამ თუ რეჟიმი იქნა ასეთი და თუ ხალხმა ეს რეჟიმი არ გამოთვალა მშვიდობიანად, საბოლოო ჯამში უკვე რეჟიმი ხდება ხალხის სახე.